დიდი მადლობა მეგობრებო, ვინც უკვე ხარ ჩვენთან ერთად რაღაც მეორე ტელეფონში არ აჩვენებს, გასაოცარია პირდაპირ ეგეთი რამე იშვიათად ხდება, მაგრამ დღეს აშკარაა რომ ასია, შევდივარ ჩემს გვერდზე და ჩემს გვერდზევე არ ჩანს გამოსახულება. Ну, რაც არის ახლა ამას ვერ შევცვლით. არც ეჭვებით ვიცხოვროთ. სათქმელი ვთქვათ. ვინ საჭირო ჩათვლის დღეს, ხვალზე გნახავს. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ამნახველე. ის გადაცემა, რომელიც გუშინ გავაკეთე რომანულ რუასეზოდან, სადღაც ელექტრონული ხელობაში მაქვს Facebook-ის საშუალებით და ინტერნეტის საშუალებით 15,000-ზე მეტ მნახა. ეს ძალიან დიდი ციფრია, სულ ერთი დღის განმავლობაში. გადაცემა, რომელიც ჩვენ გქონდა დღეს ორშაბათია და პარასკევს, იგი 6,000-მდე უკვე ჩვენს გვერდზე ნახა. თავისთავად ცხადია, რომ მერე უფრო უერთდებიან, მნიშვნელობა არ აქვს, თავარია რომ ნახონ ადამიანებმა, ვისაუბროთ, შეკითხვები იყოს, კომუნიკაცია გქონდეს ერთმანეთში. ეხლა შევუდგეთ მუშაობას. მდგომარეობა მე რომ არ გითხრათ, ისედაც ხედავთ, რომ რთულია, ძნელია. აბსოლუტურად სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებებით მიდიან პოლიტიკური ძალები, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდება, მე ვამბობ იმას, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდება. აბსოლუტურად მიუღებელია ის კურსი, როგორც აღებული აქვს ხელისუფლებას, ეს არ არის საქვეყნო კურსი, ეს არის ხელისუფლებაში ოცნების შენარჩუნების კურსი და მეტი არაფერი. ისაც ოპოზიციას აქვს, ეს იგივეა, ეს არის რევანშიზმის კურსი, ხელისუფლებაში მოსვლის და მეტი არაფერი. არცად ჩანს ის სინათლე, რომელიც პროგრამებთან იქნება დაკავშირებული. არცად ჩანს ის, რაც დღეს ხაირი ვიჭირდება ქვეყანას, ანუ ესე იგი, რომ გარკვეულ მომენტში მაინც უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე და როცა ქვეყნისთვის ეს აუცილებელია, საქვეყნო ინტერესი დავახენოთ ქვეყნის ინტერესზე წინ, ესეთი რამ არ ხდება. ყველა ფიქრობს თავის პარტიაზე, თავის სკამზე, თავის მდგომარეობაზე და ქვეყნის მდგომარეობაზე კი ნაკლებად. უშინდელმა შეხვედრამ, როცა ორმა ძალიან ცნობილმა პიროვნებამ რა ანალიზიც გააკეთა, დღეს ეს საუბარი გაგრძელდა და Facebook-ზე უკვე დევს და შეგიძლიათ მერე ნახოთ ორი მეცნიერი, ძალიან ცნობილი მეცნიერების, ბატონ ამირან აფსიაურისა და ბატონ ზურაბ კუმსიაშვილის მონაწილეობით. აქ ისევ და ისევ გაგრძელდა ის თემა, რომელიც სახელმწიფოებრიობასთანაა დაკავშირებული. ეს აღარ არის უკვე კვების საკითხი, ეს არ არის უკვე უბრალოდ ის რას ვჭამთ, ეს არ არის ეს საკითხი, ეს უკვე არის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. დღეს უკვე შევთანხმდით და ხვალაც გაგრძელდება ეს საუბარი დაკავშირებული სვანეთში რა მდგომარეობაა ტყეებთან და როგორი ეკოლოგიური მდგომარეობა ბატონ ნინო ჩხობაძის მონაწილეობით 3 საათზე დავიწყებთ პირდაპირ ეთერს ტელევიზია ქართულ ტივიზე და შემდგომ გავაგრძელებთ ბატონ ჯუბაღებელთან ერთად და გავაკეთებთ გარკვეულ ანალიზს იმის თაობაზე, რომ ჩვენ ერთად ვიყავით ევროპაში და დავიწყეთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობრთა მსოფლიო კონგრესი, ეს იტალია, საბერძნეთი, თურქეთი. შემდგომ ვიყავით ჩრდილოეთ კავკასიაში და მოვიარეთ ნახეთ ჩრდილოეთ კავკასიის თითქმის ყველა რესპუბლიკა და ბატონი ჯუბა კიდე თითქმის 1 წელი იყო ესპანეთში და მას აქვს საშუალება იმისა, რომ შეადაროს
მე მარტივად მინდა გითხრათ, არ გინდათ ბევრი რამ. აი აგერ დღეს ერთმა ძალიან საინტერესო პიროვნება ჩვენი გადაცემა რომ ნახა და ამირეკა და მითხრა. არ გინდათ ბევრი ანალიზი ბატონ თემურ, ნახეთ. აგერ არის ოქროს ნაპირი, აი ფასები როგორია ქვეყანაში და რა მდგომარეობაა, გეუბნება რომ ოქროს ნაპირი ბულგარეთში, რომელიც სოფლიოში აღიარებულია და მეხუთე კლასის სასტუმროები, სამჯერადი კვებით, 11 დღე, 2 კაცზე, დღეში 230 ლარის პარგლებშია. საქართველოში ის რასაც ჭყონიას ის ქვია და კიდევ უფრო ძვირებია, ასე იგი ღირს 600-700 ლარი. აი აგერ თბილისში ჩაი, ერთი ჭიქა ჩაი და ყავა 14-15 ლარი. ორბელიანების სასახლის ირგვლივ, ნახეთ, დააკვირდით, სადაც არ უნდა შეხვიდეთ კატასტროფული ფასები. იტალიელი ერთ ჩვენთან ერთად ჩამოვიდა, შევედით მაღაზიაში და ფასები თქვა, რომ ჩვენთან ამის ნახევარია. ბატონმა ბაჩიაშვილმა, ცნობილმა მეცნიერმა, პროფესორმა, დოქტორმა გააკეთა ანალიზი, ეს იურისტთა ჯგუფია და ყველაზე ერთი 7 ქალაქი აიღეს, მათ შორის ლონდონი, პეტერბურგი, სტამბული, პარიზი და ყველაზე ძვირი ქალაქი აღმოჩნდა მთელი სახეობების მიხედვით თბილისი. ეს მდგომარეობა, რომელიც რეალურად შეიქმნა, არის სწორედ იმის კურსი, რომ ეს არ არის უკვე სახელმწიფო პოლიტიკა, არ არის აგებული იმ ხალხზე, ვინც ქვეყანაში დავრჩით. ეს აგებულია იმაზე, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან და როდესაც მაღაზიაში ეკითხები, რომ კი, მაგრამ ბალი საქართველოში როგორ შეიძლება ღირდეს 20, 25, 30 ლარი, ხარისხის მიხედვით, პასუხობს იმას, რომ ინდუელი შემოდის და ყიდულობს. ისინი ბევრს არ ჭამენ, ცოტას ჭამენ და ყიდულობენ ამას და კიდე მეორე იმაში გეუბნება, რომ იმდენი შხამქიმიკატი ჭირდება ამის მას რომ მოიყვანოთ, უკვე ისი აღარ არის როგორც ძველად და იმდენი შხამქიმიკატი და რა სჭამთ კაცშვილმა ერეცეს. ეს ისეთი სიტუაციაა და ამ დროს ყველანი ლაპარაკობთ იმას, რომ მივდივართ წინ და ვართ კარგად. არის ძალიან ბევრი შეკითხვა, რომელზეც მე ვალდებული ვარ, რომ გავცე პასუხი წინა საუბრიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი გაკირვებული დარჩა ჩემი ანალიზით ჩინეთთან დაკავშირებით. ვადასტურებ ყველა სიტყვას, რომელიც წინა გადაცემაში ვთქვი. თქვენ იზიარებთ თუ არ იზიარებთ ამას. ამას ამ შემთხვევაში მე არ ვანიჭებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, იმიტომ კი არა რომ პატივს არ გცემთ. პირიქით პატივს რო გცემთ იმის გამო. იმიტომ რომ თქვენ ტყუილა არ გჯერათ ეს. ყველაფერი სწორია. ვინმე მოარყოს რომ სადაც არიან ყველაზე დიდი ბანკი მიანაბრეების მიხედვით, მაგრამ ესენი ძირითადად პენსიონერები და სახელმწიფო მოხელეები არიან. ლიბერტი ბანკი იყიდა ჩინურმა ბანკმა. უარყავით. აი ვინც მეკამათებით ამაში უარყავით. მეორე SWIFT-ის პროგრამა ეს არის, იცით თქვენ რომ ეს საერთაშორისო გადარიცხვები. როცა გვაქვს ჩვენი კარტა და სადაც გვინდა, როგორც გვინდა თემ სოფლიოში გადარიცხვას ვაკეთებთ. ეს არის SWIFT-ის სისტემა. აქ ამას შეერყა იმის გამო, რომ ჩვენ ევროპა ამერიკის ლანძღვის მეტი არაფერი გვაქვს და არსენალში ხელისუფლებას და ხალხიც ითმენს ამას და რეალურად შემოდის ჩინეთის პარალელური სისტემა, რომელსაც არ აქვს არათუ დიდი ავტორიტეტი, არამედ შეუძლებელია ეს უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა რო გამოიყენა. გითხარით, თუ ეროვნულ ბანკში ეს შეთანხმება არ არის, ან პროცესში მთავრდება უკვე შეთანხმებულია უკვე, მაგრამ უარყავით. ეს არის თუ არა ეს ორი რამ, რომ საფინანსო სისტემას აღარ ვლაპარაკობ იმას, რომ კიდევ სხვა ბევრი რამ, მაგრამ საფინანსო სისტემას იჭერს ჩინეთი. კარგით.
უარყავით ვინმე რომ შენებლობა გზების და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი რამეს უჭირავს ჩინელებს ხელში. უარყავით. ეს ხომ მათი ფულით არ არის. ეს ჩვენი ფულითაა. ჩვენი ფულით როგორი ჩვენ нас ვისესხეთ, საერთაშორისო ბანკებმა გვასესხეს და ჩინელებს უხდით იმას რომ გააკეთონ ფულს იგებენ ამაშიც. უარყავით ვინმე რომ ეს თავარი მაგისტრალები ჩინელებს არ გაყავთ. უარყავით ის რომ აი ყაზბეგის მიმართულებითაც ჩინელებს არ გაყავთ. ვინც ამას ეწინააღმდეგები და ბრმად ენდობით ყველაფერი იმასაც სახელმწიფო არხები ლაპარაკობენ. უარყავით ბატონო. ეს სწორია ხომ? უარყავით ვინმე რომ თბილისის ახლოს აიგერ ჩინური სოფელი რა მასშტაბის ჩინური სოფელია აშენებული თბილისში. უარყავით ვინმე. უარყავით ვინმე რომ ქუთაისის საავტომობილო ქარხანას უნიკალური ტერიტორია პარტით და ყველაფრით გამორჩეული ჩინური სოფელია. უარყავით რომ ასეთი რამდენიმეა საქართველოს ჩინური. უარყავით რომელიმე მე ხوار ვამბობ იმას რომ თეორიებით ხო ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ ფაქტებით, ხო? უარყავით ის რომ ანაკლის მას არ აშენებენ ჩინელები. უარყავით ვინმე. მოკლე პერიოდში ვერც იმას ვერ უარყოფთ რომ 480 მილიონი თურქებმა რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მოიგეს აი ამ რიონის ხეობასთან დაკავშირებით. აი იმას აიღებს ჩინეთი და არ აშენდება აქ თქვა კასკადები აშენდება და კაშხალები არ იქნება, მაგრამ კასკადები იქნება. რა მნიშვნელობა აქვს? რიონის ხეობა იკარგება. უარყავით ვინმე. უარყავით ვინმე რომ 10 და 20 და 1000 და 10000 კი არა. რომ უკვე 100,000-ობით ჩინელი ცხოვრობს საქართველოში. უარყავით ვინმე. მე არ მინდა კიდე უფრო ღრმად შევიდე ამაში. უარყავით ვინმე რომ ჩინელები ჩინეთის ხელისუფლება აძლევს ნებისმიერ მოქალაქეს ჩინეთში $70,000 ფარგლებში უკვე შეიძლება მეცაც რომ წამოვიდეს საქართველოში რამე იყიდოს. უარყავით ვინმეს, უარყავით რამდენი აქვს ჩინელს ბინადრობა საქართველოში მიღებული. ჩვენ გადავყევით იმას რომ ამერიკა თუ ევროპა თუ რუსეთი და ამ დროს ჩინეთი სხვა მიმართულებითაც არავინ არ ამბობს ჩინეთთან თანამშრომლობაზე უარს, მაგრამ ვინმე ის ადამიანი მეკამათოს ვისაც აქვს წაკითხული ან ვისაც მაგიდაზე უდევს ჩინეთთან ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება. თუ ამ ხელშეკრულებაში არ წერია რომ ჩვენ ვაღიარებთ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამავე ხელშეკრულებაში არ წერია რომ ჩინეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ან უარყავით ის ფაქტი რომ აი აგერ ბოლო პერიოდში გაეროს როდესაც კენჭისყრა იყო, ჩინელებმა არ დაუჭირეს მხარი აფხაზეთთან დაკავშირებულ თელიქ საკითხებს არ დაუჭირეს მხარი. არ დაუჭირა მხარი სახელმწიფომ, რომელთანაც 1 წლის წინ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. მე ხელისუფლებას მინდა მოგმართოთ. თქვენ ხალხს რატო ატყუებთ? რას ერჩით თქვენ ამერიკას და იმათ ველაპარაკებთ და ტყუილებს უეუბნებით ხალხს, ვითომ აქ თქვენ გთხოვენ ერთსქესიანთა ქორწინებას, იმას საწერია ეს. და თუ ეს ასია, რატომ არ გაიზიარეთ მეცნიერთა კონგრესის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მიგვეღო ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელშიც ყველაფერი კარგადაა ჩამოყალიბებული. კი, მაგრამ თქვენ არ მიწერეთ 3 ტომი, რომ გააგზავნეთ და ტრაბახობით, რომ როდის თხოვეთ თქვენ ევროკავშირს მივიღეთ ევროკავშირში პანდემიაში, ესე იგი უკრაინაში ომი რომ იყო ხო დაწყებული. ეს ხო დიდი ხნის წინანდელი არ არის. და თქვენ არ დაწერეთ, აგიწერიეთ ჩიგით არ იცით, რომ ყველაფერზე მზადა ხართ. ყველაფერზე ერთსქესიანთა ქორწინება, ადამიანების ნაწილებით ვაჭრობა, მიწის ყველაფერზე თანახმა ხართ. რა თქმა უნდა, ისინი გთავაზობდნენ ამას, მაგრამ თქვენ კი არ უნდა დათანხმებოდით, არამედ უნდა გეთქვათ, რომ ჩვენ ეს არ გვინდა. თქვენ არა ის კი არ უთხარით ეს არ გვინდა და ეთანხმეთ ყველაფერს და ეხლა გამოდიხართ და ილანძღებით. ილანძღებით იმიტომ, რომ ეს დღეს ჭირდება ირანს, ჩინეთს, რუსეთს, არაბეთს და თქვენ ხალხს ატყუებთ იმაში, რომ ევროკავშირი თქვენ გთხოვთ სუვერენიტეტის დათმობას.
ამ იმასაც კი ვერ გძნობთ, ეხლა გასაგებია თქვენ პოლიტიკოსები არ ხართ პარლამენტში. პოლიტიკოსები უნდა იყოთ, მაგრამ სამწუხაროდ არ ხართ. ეს ერთადერთი პარლამენტი ალბათ სოფლიოში, სადაც ერთი ხელის ხუთი თითია საკმარისი იმისათვის, რომ ჩამოთვალო კარგი, ცუდი და საშუალო პოლიტიკოსი. მეტი არ არის. კარგი კი არა, კარგი, ცუდი და საშუალო პოლიტიკოსი. ოღონდ პოლიტიკოსი იყოს. ხუთი თითია საკმარისი ამისთვის. და ამას ამ ნაწილს ვამბობ იმაზე, რომ ესე იგი სად ითხოვენ ამას, სად არის ეგ და სუვერენიტეტის დათმობას. ისიც არ ყოფნის ჩვენ წინ დახედულება, რომ 28 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირშია, ჩვენ ისეთივე ერთნაირი უფლებებით ვიქნებით, ხო იქ? და ევროკავშირში თურმე იმ 28 სახელმწიფოს სუვერენიტეტი აქვს, სუვერენიტეტის ნაწილი აქვს. სუვერენიტეტის ნაწილი აქვს დათმობილი, ჩვენ ნაწილი კი არა, მთლიანად დავთმეთ. ჩინეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულება ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩინეთის დომინიონი ქვეყანა ვართ. და მე არც ჩინეთის დომინიონობა მინდა, არც ევროკავშირის და არც ამერიკის, არც რუსეთის, არც რომელიმე სხვა ქვეყნის. თქვენ ხალხს ატყუებთ, რომ ევროპას უნდა თქვენ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი წაგართვათ და თქვენ თვითონ აბარებთ ამას სხვა სახელმწიფოს ხელში. მაგრამ ამას აკეთებთ წყნარად ჭუმად, რომ შეინარჩუნოთ თანამდებობები. ეხლა თქვენ გიჟები ნახეთ არაბები, რომ 6 მილიარდი მოგცეთ აქეთ თქვენ სესხი და არაბთარი პირობები არ მოაყოლონ იმას. ეხლა გიჟები. ამას ვინ გააკეთებს სოფლიოში, რომელიც სახელმწიფო ერთი ვინმე გამოგებინოს და მეტი არაფერი არ მინდა. ჩვენ ცხოვრობთ სიყალბეში. ჩვენ ცხოვრობთ კორუფციაში. კორუფცია პლუს სიყალბე ეს არის 21 საუკუნის ფეოდალიზმი ქვეყანაში. კორუფცია პლუს სიყალბე. ხელისუფლებები არა მარტო ეს, წინა ხელისუფლებებიც 92 წლის შემდგომ, განსაკუთრებით 95 წლის შემდგომ, მერე კიდე 2000 წლის შემდგომ, განსაკუთრებით 2003 წლის შემდგომ და კიდე უფრო ძლიერდება, ეს კი არ სუსტდება. სიყალბეში ცხოვრობს ქვეყანა, სიცრუეში ვაცხოვრებთ ხალხს. ტყუილში ვაცხოვრებთ ხალხს. რეალობა არის ეს. მაგრამ ვინც ამას ასეთ ანალიზებს აკეთებს, ამას ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს. ხელისუფლებას ურჩევნია დესტრუქციულთან ბრძოლა, კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. ეს სოფლიომ არ იცის ასეთი რამ. ვიმეორებ. დესტრუქციულია ოპოზიცია. მასთან ბრძოლა ურჩევნია ხელისუფლებას, ვიდრე არც მიაქციოს ყურადღება და ითანამშრომლოს კონსტრუქციულთან. კონსტრუქციული პარტიებს კი არ ვამბობ. ითანამშრომლოს მეცნიერებთან. ოღონდ მეცნიერები ადგენდნენ პროგრამებს და გამოდიოდნენ ხალხის წინაშე და ისინი იღებდნენ რაღაც პასუხისმგებლობას. ეს არ არის ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში არის ჩვენ ვართ ყველაფერი. აი ეს აქვს დაახლოებით ხელისუფლებას. ვინც თქვენ დღეს ფიქრობთ და იჭვის ქვეშ დააყენეთ, ან აყენებთ. ჩინეთთან დაკავშირებით ბევრი რამ მე ვთქვი და დღესაც გავიმეორებ. სექტემბერში მე განსაკუთრებული მოხსენება მექნება, რამდენიმე მემართულებით და ერთ-ერთი ეს იქნება. საქართველო როგორც ჩინეთის მორჩილი ქვეყანა. რომ ქართული სუვერენიტეტი, ჩვენი საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენ ნებაყოფილობით გადავაბარეთ ჩინეთს. ჩინეთი მაღალი ტექნოლოგიების ქვეყანაა. ჩინეთი ძალიან შიგნით მძიმე ცხოვრები, მაგრამ უბრალოდ დიდი კულტურის ქვეყანაა. სრულიად განსხვავებულია ჩვენი და ჩინური კულტურა ერთმანეთისგან. მე ამის წინ მეუბნებოდა ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც არის უნიკალური ეს რაღაც მინდა როგორ შემძლებ ახლა, მაგრამ მე მას უთხარი რომ სასურველი იქნება თვითონ ისაუბროს ეს, მაგრამ 30-35 კაციანი დელეგაცია ტიბეტში იყო, ესე იგი ტიბეტში და გამოვიდა ისე რომ ეს დაახლოებით 2011 თუ 12 წლებია ეს პერიოდია. ერთი ქართველი იყო მხოლოდ, ერთი ქართველი. და იქ ლაპარაკია ტიბეტელი ლამა ამბობს რომ ეროვნებებზე არც ერთ ეროვნებაზე ცუდი არ უნდა ილაპარაკოთ რაღაც, ნუ ეხლა ისინი იცით განსაკუთრებული და რომ ყველა ქვეყანას აქვს კოდი. და ტიბეტი არის განსაკუთრებული ვიბრაციის ქვეყანა.
მაგრამ იგივე ის პიროვნება ამბობს, რომ სოფლიოში არის ერთ-ერთი თუ ამაზე ნაკლები არა, თუ მეტი არა. ეს არის კავკასია. კავკასია არის ესე იგი ვიბრაციების, ანუ სოფლიო პროცესების, როგორც ითქვიან, ღერძი ქვეყანა, კავკასია. ეს პიროვნება ტიბეტელი ლამა საუბრობს ამირანის ეპოსზე. და როცა მე ქართველმა უთხრა მას, რომ მე საქართველოდან ვარ, თქვენ საიდანო? როგორ საიდანო? ეს არის უნიკალური, რომ მე რიონის ხეობა შემთხვევით არ ვახსენე. შემთხვევით არ უნდა რიონის ხეობაში ჩინეთ შესვლა. ჩვენ ყველაფერს ვაღებთ, აქ ხო ჩვენთან არამეცნიერულია მიდგომა ყველაფერში. ისინი სწორად იქცევიან. მე რა პრობლემა აქვს? მე ჩინეთს კი არ ვაკრიტიკებ. ჩინეთმა იცის, რომ საქართველოს ხელში აღება ეს არის სტრატეგიული საკითხი. ამიტომ ის აკეთებს იმას, რაც მას აწყობს. მაგრამ ჩვენ უნდა გაწყობდეს თუ არა ეს სხვა საკითხია. ჩვენ უნდა გაწყობდეს ჩინეთთან კარგი ურთიერთობა, ისევ როგორც სხვა ქვეყნებთან, მაგრამ არა ის, რომ ჩინეთის დომინიონი ქვეყანა ვიყოთ. რა ვიცი აქ კომუნისტურიო და თელი იმით ხართ. ჩინეთი კომუნისტური ქვეყანაა და ჩინეთში დღეს ლაპარაკობენ, რომ წინ მარქსიზმ, ლენინიზმის და ესე იგი რასაც ებრძვიან აქ სტალინს, ლენინს, იქ პირველი მაოძედუნი და ესენი ყველაფერი ამ თეორიებზე აგებული. ყველაფერი თავდაყირა თანამდებობის შენარჩუნების გულისთვის, ყველაფერი უნდა ვიკადროთ. ან თანამდებობის მოპოვების გულისთვის, ყველაფერი უნდა ვიკადროთ. არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან შვაბი, რომელიც არის ინკლუზიური კაპიტალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თეორეტიკოსი დიდი და ის რაც დაკავშირებულია მარქსის ლენინიზმთან ჩინეთში. არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. სრულიად საწინააღმდეგოა ის, ვიდრე მართლმადიდებლურია, ვიდრე ქრისტიანულია, ვიდრე ქართულია, ვიდრე ევროპული ღირებულებებია. ჩვენ უარყოფთ ჩვენსას და ვაფეთიშებთ სხვისას. ეს ქართულია? ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტიბეტიდან ამ პიროვნების ძალიან განათლებული ინტელექტუალური პიროვნების საუბარია, რომელმაც ეს მითხრამე და ძალიან ბევრი რამ ისინი ეუბნებიან იქ, რომ ისინი ეუბნებოდნენ, რომ ეზოთერიკა საბჭოთა კავშირის დროს ძალიან განვითარებული იყო და ჩინეთში ახლა და ნუ ბევრი სხვა რამ არ მინდა რომ ამ საკითხებში ახლა ისე შევიდე, იმიტომ რომ დროს ბევრს აიღებს და კაცილებით უფრო კომპეტენტურები ამ საკითხებში არიან, ვიდრე მე და მე არ მინდა ამის გამო ამ სიღრმეებში შევიდე, მაგრამ რეალობა ძალიან მწარია. მე ამისი რომ თქვი, ბევრს გაუკვირდა, რომ ძალიან ბევრმა ჩინელმა წერეთელზე და ემაზე შეცვალა გვარი დადიანზე და რა ვიცი, რა გვარები არ არიან. წადით ნახეთ, რომელი ქალაქი და რაიონია, სადაც ჩინელები არ ჭარბობენ უკვე. ეხლა არაბები წამოვიდნენ. 6 მილიარდი როგორც გამოცხადა, იმის შემდგომ შემოტევა ამ პატარა ქვეყანაში. თავისი პირობები დაგვიყენეს. და ხალხს ატყუებთ, იმით რომ ევროკავშირი გეუბნებათ ერთ რამეს. აქ არ ვლაპარაკობ მე მარტო იმას, რომ არ გცნობთ არჩევნები ჩაატარეთო. ევროკავშირი პირიქით განიცდის იმას, რომ საქართველო თმობს სუვერენიტეტს ჩინეთის, ირანის, რუსეთის, არაბების სასარგებლოდ. ეს არ არის მარტივი სიტუაცია. და ამერიკა იძულებული გახდა, რომ დიდი ურთიერთობები წასულიყო აზერბაიჯანთან. ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე დიდი იყო კავკასიაში. დღეს აზერბაიჯანია ყველაზე დიდი. სომხების რაოდენობა სომხეთში და ქართველების რაოდენობა საქართველოში თითქმის ერთნაირია. მაშინ როდესაც 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი იყო ქართველების რაოდენობა. ჩვენ ამის ანალიზს ხო არ ვაკეთებთ. იმიტომ რომ ჩვენ გღუპავს, რაზეც დღეს საუბრობდი, აქ ახლა უფრო გამოკვეთილად უნდა ვთქვა ამის თაობაზე. ეს არის ის, რასაც ქვია მერერა. მაგრამ ვიდრე ამ მერერას
შევეხებოდე, მაინც მინდა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ამ ჩინეთთან დაკავშირებით იყო შეკითხვები, მეორე, შეკითხვები იყო ხელწერილთან დაკავშირებით. რომ ეს რეალურიაო, ბატონო თემურო, ეს ხელწერილია. მე რა გითხარით? აგერ არის შესაბამისი ბიურო, სადაც საკუთრების თაობაზე და იმის აბარებენ ვაბარებთ ხოლმე ჩვენ ამ ჩანაწერებს. იქ მაქვს მე ჩაბარებული 97 წლის დაიკარგა, მე 99 წელში დაიკარგა. 99 წელში განვაახლე, რომ კითხე სად არის თქო, რომ მივედი არ იყო და 99 წელში განვაახლე. ყველა მეუბნება რომ კი მაგრამ ეხლა თქვენ დავიჯეროთ, მე თქვენ არაფერში არ გაჯერებთ ბატონებო. მე არავის არაფერში არ ვაჯერებ, ამაში რომ რაც მიწერია. მე ამაში არავის არაფერში არ ვაჯერებ. მე ვამბობ იმას რომ უფალმა იცის და ეს ასია. დედამიწის ზურგზე მამა პაპის ზურგს გარდა მე არაფერი არ გამაჩნია. 1962 წელში 60-62 წლებში აშენებული სახლი, რომელიც დაყადაღებულია. რაც ვერ გაბედა და არ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, ის გააკეთა ამ ხელისუფლებამ. დაყადაღებულია თავიდან ბოლომდე. მე ამის გამო არავის არ ვებრძვი. ჩემი შეცდომა იყო ის რომ თქვათ მე არ მოვითხოვე სასამართლო გადაწყვეტილება $1.5 სასამართლოში მოუგე შევარდნაძისა და სააკაშვილის, როცა მოქალაქე დაკავშირი იყო ხელისუფლებაში. მოუგე $1.5 და ესე იგი არა გვაქვს ფული და ამასობაში მოხდა რევოლუცია და მიხეილ სააკაშვილმა პირველი ეს გააუქმა, სასამართლოს დაავალა ეს გააუქმა. რომის გაუქმება არ შეიძლებოდა. მე არავის არ ვებძვი და არავის სიმდიდრეს არ ვებძვი, მიხარია მდიდარი ხალხი ქვეყანაში. მაგრამ ეს სიმდიდრე უნდა მოგქონდეს მოპოვებული ჭკუით, გონებით, კაცობით, სინდისით, პატიოსნებით, წესიერებით, შრომით. ბანდიტების ხელშია სიმდიდრე. 99% კორუმპირებულია ხელისუფლებაში იყო, კიდევ უფრო გაძლიერდა და რაც დრო გადის კიდევ უფრო მეტად ძლიერდება. ბიძინა ივანიშვილს ვერ წარმოუდგენია წესიერი კაცი ხელისუფლებაში. აუცილებლად უნდა იყოს კორუმპირებული ან თუმივა ისეთი, რომელიც არ უნდა დასვარონ, როცა დაჭირდებათ, მერე ჩამოამხონ ტომარა თავზე. საფრთხოველაა ეს ყველაფერი. და ამას ყველაფერს ვითმენ ჩვენ. მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ის რაც მე ხელწერილში მიწერია, რომ დედამიწის ზურგზე არაფერი არ გამაჩნია, ახლა არ მინდა წავიკითხო ეს ტექსტი ისე. მამა პაპის ზურგს გარდა და თუ ვინმე სადმე აღმოაჩენს ჩუქნი ქუთაისი გამსახურდიას მეხუთე შესახვევი ნომერი 1. ეს არის ის რაც ჩვენი წინაპრების ეზო გარემოა და აშენებული სახლი, რომელიც სამწილად არის, გაყოფილი და არის ჩემი 1/3. ის რაც თავიდან აშენდა, იმის ნახევარი რაც თავიდან აშენდა. იმის გარდა დედამიწის ზურგზე არაფერი არ გამაჩნია. ბევრს უკირს და ეუბნება ამას, ეგ როგორ იქნებოდაო? დიახ ბატონებო. ზურაბ ანჯაფარიძემ $3,000 გაყიდა. წავკიში თავისი უნიკალური ისა მე მათსიძე ვიყავი მაშინ. რომ ეცხოვრა. ვინ იყიდა? მიხეილ სააკაშვილის დედის მეორე, მესამე თუ მეოთხე ქმარმა იყიდა ის ბინა და ისეთი უღირსები აღმოჩნდა, ერთხელაც არ დაურეკავთ, არ უკითხავთ. აი რო დარჩა ესე იმათ ზურაბ ანჯაფარიძე ასევე მომღერალი ძალიან კარგი პერსპექტივით და ყველაფრით, რომ ისე თქვა $3,000 ისაც დღეს მილიონერებს ჩაიგდეს ხელში. სააკაშვილის მოჯახთანაა დაკავშირებული. მე თვითონ საბურთალოს 40 ნომერში მქონდა 4 ნახევარი, როცა თბილისში მუშაობდი მომცეს. მე ის გავყიდე $8,000 მაშინ, რომ მეცხოვრა. ჩემს მეუღლეს მქონდა ბინა და გავყიდეთ, რომ გვეცხოვრა.
ჩვენ 2 ბინა გავყიდეთ რო გეცხოვრა თქვენ 10 ბინა როგორ აიშენეთ მე არ მშურს თქვენი იმის მე მეწოდები თქვენ ვინც ეს გააკეთეთ თქვენს ოჯახებში ბედნიერება არ იქნება და ქვეყანაშიც არ იქნება ბედნიერება ვიდრე ასეთი ხალხი მართავს და ასეთი ადამიანები არიან მართლობაში ვინ ებრძვის მე ვამბობ იმას რომ თუ ვინმე უნდა იყოს მილიონერი ამ ქვეყანაში უნდა იყოს მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარედან იღებდა საქმებს საერთაშორისო ორგანიზაციიდან კაცი რომელიც მილიონერი უნდა ყოფილიყო არ წასულა ამ ქვეყნიდან მილიონერად ჭაბუამი რეჯიმი არც არძოლი რკომაიშვილი არც რეზო ჭეიშვილი და ოტიოსელიანი არავინ ესენი უნდა ყოფილიყვნენ მილიონერები ვინ არიან მილიონერები ვინ უნდა ყოფილიყვნენ და ვინ არიან ამას ოდავწერთ ერთმანეთის გვერდით ზნეობრივ ადამიანს შერცხვება ქვეყანაში სადაც არ არის ერთი კაცი არ არის მდიდარი არც მასწავლებელი არც ექიმი არც ფერმერი არც მწერალი არც მეცნიერი არც მუსიკოსი არც ედი არავინ ვინ არის მატყუარა წამგლეჯველი მილიონერი და ის არ იკმარეს რომ მილიონერები არიან ეხლა ხელისუფლებაში მოვიდნენ კი ბატონო თქვენ მე მესმის იმ ადამიანებს რომელსაც დაუჯერებლად მიაჩნიათ რომ თუ ვინმე იყო ხელისუფლებაში ასეთი რომელიც მე არ მინდა დღეს იმაზე ვილაპარაკო კი სახელმწიფო მომცამე როცა ჩავედი ქუთაისში რომ არ მქონდა სახლი და მამაპაპისეული იმაში 20 კაცი ცხოვრობდით ერთ სახლში მომცეს ბინა რომელი ბინა იყო ეს ბინა რომელიც შიც ადრე მხოლოდ ქალაქის ხელმძღვანელები ცხოვრობდნენ ქალაქს ჰქონდა ერთი ასეთი ბინა ხაბეიშვილი ცხოვრობდა ადრე და მომცეს ეს ბინა ეს ბინა მე ვაჩუქე გადაუფორმე ვაჩუქე და გადაუფორმე არჩილ კოსტავას რომ ქუთაისის უნივერსიტეტს ღირსეული რექტორი ყოლოდა მეორე ბინა რომელიც დავბრუნდი მე ქალაქის მერად რომ ვთხოვე ლევან სვანაძეს რეჟისორია ძალიან საინტერესო პიროვნება როდესაც მაგალითად ვნახე რომ სასტუმროს ერთ ოთახში ცხოვრობდა ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნული რექტორად კაცი ცხოვრობდა ერთ ოთახში მთელ ოჯახთან ერთად აქ ცხოვრობს მისი ოჯახი საბურთალოს და კითხეთ და გეტყვიან ისინი და მივედი და ვნახე სასტუმროში ერთ ოთახში ცხოვრობდა მთელი ოჯახი რექტორი უნივერსიტეტის მე მას წერილი გაუგზავნე ლევან სვანაძეს და უთხარი ხო იცი რომ ბინა არ მაქვს დააბრუნე მეთქი თეატრის ბინა იყო ის ადრე პრაქტიკულად მისი იყო უკვე გაფორმებული ქონდა და როგორც მეგობარს დაახლოებელს დავიბრუნა ეს რუსთავში იყო გადასული თეატრში დააბრუნა გავიფორმე ჯერ ჩემთან და პირდაპირ გადავეცი მაგალითად უას რომ ქუთაისის მეორე უნივერსიტეტის ღირსეული რექტორი ყოლოდა როცა ლაპარაკობთ თქვათ იმაზე რომ ვინ რა ის გაწია ქველმოქმედება გაწია როცა 10 მილიარდი გაქვს ან 2 მილიარდი გაქვს 100 მილიონი გაქვს და მის მიასეც ხარჯავ და ამის გამო გინდა რომ ქველმოქმედი იყო ესე არ ხდება ქველმოქმედება მე თვითონ არაფერი გამაჩნია და ბინები მე არ მაქვს სახლი არ მაქვს თავზე მენგრევა და ერთი ბინა ერთ რექტორს მეორე ბინა მეორე რექტორს იმიტომ რომ კარგი სწავლება ყოფილიყო და კარგი რექტორები ყოფილიყო ქუთაისის უნივერსიტეტს ეხლა ვიღაცა მომწერა რომ ესო ბატონო თემურ დაუჯერებელია კი ბატონო ნუ დაიჯერებთ მე იმისთვის მე ამას რატო ვამბობ იმიტომ კი რომ მინდა ამას საუბარი მე გეუბნებით ფაქტს რადგან თქვენ ეს არ გჯერათ ეს არის ფაქტი დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი რომელიც იტყვის რომ ჩემთან საქმე ჩააწყო რაღაც ქთამი და რამე გადაიხადა ამაში არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი ყველა ფული ერთადერთი იმერეთი იყო არ ვამბობ რა ფოთი და რამდენიმე ბოლნისი თქვა ქალაქები და იმერეთი ჭიათურა ზესტაფონი ტყიბული აი ეს ქალაქები სადაც გამდიდრდა საქართველოში დღეს ვისაც ფული აქვს ყველანი აქედან გამდიდრდნენ დაწყებული ბიძინავანიშვილით ჭიათურით და ზესტაფონით და ასე შემდგომ ღმერთმა არ მათქმევინოს ის რაც ვიცი ბრალოდ გახსენებთ და გეუბნებით ბატონო ბიძინა ჩემი ლაპარაკი არ გინდათ თქვენ თვითონ ხო იცით რაც გაქვთ გაკეთებული
მე კაცი ვარ და ამას არ ვლაპარაკობ, მაგრამ თქვენ უღირსად ეკცევით ამ ქვეყანას. ყველანი გამდიდით იმერეთში. ჭიათურა ზესტაფონი. ჭიათურელი კაცი დღეს პურს ნისიად მაღარუელი. ნისიად იღებს პურს ნისიად. მაშინ როდესაც მაღარუელი იყო დრო ერთი თვის ხელფასით მანქანას ყიდულობდა. და ჭიათურის რეალური მეპატრონეები ვინც არიან? კაპანაძეები და სხვები, რომელიც გააფეთიშა ბიძინავანიშვილმა. ესენი ერთი კაცი ფლობს იმდენს საქართველოში და საქართველოს გარეთ. რაც ყველა მეფეს ერთად აღებული, რაც კი სადმე წერია, რომ შეაჯამო არ ქონია, ისეთი ქონება ფლობს რეალური ვინც არის მეპატრონე. ვინც ამ პროცესებზე ბატონობს ჭიათურაში. და ჩვენ ამას ვეძახით წესრიგს. ამას ვეძახით წინსვლას. გითხარით რა ფასებია, გითხარით რა ვსჭამთ, გითხარით რა მდგომარეობაში ვარ, გითხარით ვინ არიან პარლამენტში და ვინ არიან ესენია კომპრომეტირებული ადამიანები. ხალხს არ ჯერა უკვე იმდენად კომპრომეტირებული არიან სახელმწიფო სამსახურის მუშაკები, რომ არ ჯერა თუ ოდესმე იყო იქ წესიერი კაცი, ან არის და ან იქნება მომავალში. ქვეყანა არის დაქცეული იმიტომ, რომ სახელმწიფო სამსახური ვერ იტანს 1%-ზე მეტი თუ არის, ესე იგი, ცოტა მიდრეკილი ფულისკენ 1%-ს ვერ იტანს. 99%-ია მიდრეკილი ფულისკენ. კიდე როგორ დგას ქვეყანა ფეხზე. მაგრამ ისი ბრალი ეს? ხალხის და ყველას ბრალი ერთად. ამას ჩვენ გვარჩევინებენ და არ ვგებართ. აი რაც წეგან თქვი, რომ აი რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მერე რა, რომ შემოვიდა ჩვენს იმაში ეს ყველაზე უმძიმესი რამ, რომელსაც ქვია, რომ ზიგე რეალურად ასეთ სათაურით ქონდა გამოქვეყნებული რომელი წელია დაახლოებით 10-15 წლის წინ მერე რა დამარცხებისა და მონობის ფორმულა. ჯერ შევადნაძის და მოკავშირის აღორძინების 10 წლიანმა, შემდეგ მათი იდეური მემკვიდრის სააკაშვილის და ნაცმოძრაობის მმართველობის 10 წლიანმა ეპოქამ, ეხლა უკვე ამ 10 წლიანმა გერო 12-13 წლიანმა ეპოქამ მერე რა ყველა უბედურება და გამამართლებელ ფორმულად აქცია. ხალხის დიდი ნაწილი მერე რათი ამართლებს ყველაფერს. პირთითველი ბიჭების დახოცვით დაწყებული ომის დროს მთავარსარდლის გორში მიწაზე ფორთხვით გაგრძელებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ქართული ცნობიერება, ტრადიციები შეტევით გაგრძელებული და იმით რომ ხალხი კორუფცია კატასტროფული სიხალბეში გაცხოვრებენ და ხალხი არის მერე რა. ამისინ წავიკითხეთ ხონელი საინტერესო მეგონა რომ ედი მოაზროვნე და ესეთი კაცი იყო და წავიკითხე, ცუდად გავხდი რომ წავიკითხეო. მერე რაო მინისტრი იყო 10 წელიო და 3 და 4 სახლი თუ აქვს რომ არა აქვს უფლება რომ კონდეს სამუდრე. მინის როგორ შეიძლება 3 და 4 სახლი კონდეს ხო? ესე იგი ამით ვამარხებთ მერე რა მითხარით ერთი აიგე რომ დავწერეთ ხო ვერ მოძებნეთ ვერავინ. მითხარით ერთი ხელისუფალი რომელიც დიდარი არ არის, რომელიც ხალხის ცხოვრებით ცხოვრობს. ამას რო ვითმენ ჩვენ და მერე რა ქვია ყველაფერს ჩვენთან. მერე რა რომ ის დიდარია, არაფერი იცის და მდიდარია და ჩემი უფროსია მერე რა. მერე რა რომ ხალხი მიდის ქვეყნიდან და უცხოელები მოდიან. მერე რა რომ ესე იგი საძამლავს გვაჭმევენ. მერე რა ყველაფერზე შეიძლება მერე რა. არაფრის მოთმენა არ შეიძლება არც ერთის. მე ამ საკითხით მივახლოვდი და მივდივარ ახლა იმასთან, რასაც აი ამ ყებასთან დაკავშირებული ქვია. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არ არის უბრალოდ ადამიანების ჯანმრთელობის საკითხი. ეს არის უკვე ქართული სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. 80% პროდუქტების, რასაც ვჭამთ და ჩვენს მაგიდაზე არის შემოგვაქვს გარედან. 80%-ის უდიდესი ნაწილი არის საწამლავი. ეს არ არის კიდე დიდი უბედურება, რომ შემოგვაქვს გარედან. დიდი უბედურებაა ის, რომ შემოდის გარედან უხარისხო პროდუქცია და ქართველი კაცი იძულებული გახდა, რომ
როგორ მოუგოს თურქეთში პროდუქტი მოდის თურქეთიდან და ორჯერ ნაკლები ღირს ვიდრე საქართველოში მოწეული. ამიტომ რა ქნას ქართველმა უნდა 1 გექტარზე მიიღოს მეტი. ამის გამო წამლავს ასხამს და ასხამს ამ წამალს. საიდან მოაქვს ეს წამალი თურქეთიდან? ასეულობით მილიონი თურქეთიდან მოგვაქვს წამალი, წამლავთ ყველაფერს. ქართული მიწა მოიწამლა, წყალი მოიწამლა, ჰაერი მოიწამლა, ადამიანები მოიწამლეთ. და ადამიანები ვართ ისეთები, როგორც რასაც ვჭამთ ჩვენ. ვჭამთ საწამლავს და ჩვენი ენაც საწამლავი გახდა უკვე. ასეთი აგრესიით ლაპარაკი საქართველოში წარმოუდგენელია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კვების პროდუქტები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ეს ის კვების პროდუქტებია, რომელიც ჭამაც პრაქტიკულად ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, რაც გარედან შემოდის. საწამლავია, ტყვიითაა სავსე, ტყვია ადამიანს ხდის აგრესიულს. და ყველანი გავხდით აგრესიულები. ქართული მიწა არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ეხლა ამ დროს ჩვენ რა გვინდა მე პოლიტიკოსებს ოპოზიციაში ხართ მე მოგმართავთ ყველას გეუბნებით. ამ დროს რა არის თანამდებობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაა მთავარი, თანამდებობის მოპოვებაა მთავარი, თუ გაცხადებაა იმის საჭირო რომ ხალხო ეს რეალობა არის რთული. მოდით რა გადავდოთ ეს პირადი წყენა, დაპირისპირება, დავსხდეთ რა ერთად. ან მოусმინოთ რა მეცნიერებს. ღუპავთ ქვეყანას იმისთვის რომ თანამდებობა შევინარჩუნოთ და იმისთვის რომ თანამდებობა მოიპოვოთ. მე ვხედავ ძალიან ბევრ ჩემს ნაცნობს. არაერთ როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილის ქებაში. თანაც აშკარად უდებენ ბიძინა ივანიშვილის თავის გვერდზე, იქნებ ვინმე ბიძინა ივანიშვილის წააკითხოს, რომ ხვალ დაუძახონ ამას და თქვან აი შეხედეთ, აი ეს კაცი და ან ის და ან მისი შვილი და ან ოჯახის რომელიმე წევრი სადმე დანიშნონ. ხალხო რა არის მთავარი? ხო უნდა გავარკვიოთ, საქართველოა მთავარი თუ ჩემი პირადი ბედნიერება, შენი პირადი ბედნიერება, თუ ქვეყნის ბედნიერებიდან უნდა ამოდიოდეს ჩვენი ბედნიერება. ამ ქვეყანაში ცალ-ცალკე ვერ გადავრჩებით ჩვენ. ან ყველანი გადავრჩებით და ამისთვის იბრძვის მეცნიერთა კონგრესი, ან ყველანი დავიღუპებით. ჩვენი გზა დაღუპვის გზა, ეს ბარაბას გზა, რომლითაც მივდივართ ჩვენ. ბარაბას გზა ეს არ არის ქრისტეს გზა. ეს არ არის დავით აღმაშენებლის გზა. მაგალითები მაინც არ გქონდეს. პირველი საუკუნე ქუჯი რომ არ ყოფილიყო, ფარნავაზი ვერ შედგებოდა, ქუჯი და ფარნავაზი რო არ ყოფილიყო და ქუჯი პირველი რო არ ეთქვა უარი. მეფობაზე საქართველო ვერ გაერთიანდებოდა. კარგით, მე-10 საუკუნის ბოლო, მე-11 საუკუნის დასაწყისი. 4 კანდიდატია მეფობის. ყველანი შეჯერდნენ რომ შეიკრიბნენ, დასხდნენ, ერთმანეთის მტრები იყვნენ, დასხდნენ და თქვეს რომ ბაგრატ მესამეა კარგი და გაერთიანდა საქართველო. პირველი საუკუნის დასაწყისი, პირველი 1000 წლეულის დასაწყისი, მეორე 1000 წლეულის დასაწყისი, მესამე 1000 წლეულის დასაწყისში იგივე პრობლემა აქვს ქვეყანას. და მაშინ პირველ საუკუნეში გაცნობიერდა და ქუჯი მიიღო უდიდესი გადაწყვეტილება. მეორე 1000 წლეულის დასაწყისში გაცნობიერდა და საქართველო აღმავლობით წავიდა. მესამე 1000 წლეულის დასაწყისში ვერა და ვერ ვახერხებთ იმას ვთქვათ, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა და არა სკამი, არა თანამდებობა, არა თანამდებობაზე ყოფნა. თანამდებობას ვინარჩუნებთ ტყუილით, თანამდებობისკენ მივდივარ ტყუილით. იგნორირებულია მეცნიერება. მე არ ვიცი ეს ნეტავი ყველაფერში ვცდებოდა. ნეტავი ეს იყოს თქვათ რაღაც ისეთი რამ რომ აი რომ საერთოდ არ იყოს მართალი რასაც მე ვამბობ. ნეტავი რაც დრო გავა ამ სიმწარეს კიდე უფრო მეტად ვიღებ. ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვჭირ. რეალურად ვხედავ მე ახლა იმას რომ თუ აი ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატურები და ეს მერე გაგრძელდება ეს პროცესი უწყვეტი იქნება. თუ ჩვენ 21 სექტემბერს ღვთისმშობლობა დღეს შევძლებთ იმას რომ
აი ქართული ერთობის დარბაზის მეცნიერთა კონგრესის მიერ წარმოდგენილი ამით შეიკრიბა ეს ესე იგი საზოგადოებრივი პარლამენტი, ხალხის ინტერესების დამცველი პარლამენტი, ალტერნატიული პარლამენტი. თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ იმას, რომ იყოს ერთი ტელევიზია, რომლის აქციონერი გავხდებით ყველანი და აქციის მფლობელს ექნება დიდი უფლებები და რეალურად იქნება ერთი ტელევიზია, რომელიც სიყალბეს მაინც არ დაელაპარაკება ხალხს, არ მოათხოვებს მაინც ხალხს. სახელმწიფო ტელევიზიები, ესე იგი საშინელი ტყუილებში ცხოვრობენ, ოპოზიციური ტელევიზიები საშინელ ტყუილებში ცხოვრობენ. ხალხი დაიბნა. უმძიმესი მდგომარეობაა. უამრავმა თავი დაანება აღარ უყურებს ტელევიზიას და არაფერს. არც ეს არის კარგი. მაგრამ არ უნდა რომ მოტყუებული იყოს. მაგრამ მაინც მოტყუებული რჩება, არ უყურებ ტელევიზორს, კიდევ უფრო მოტყუებული რჩები. ვაჟა-ფშაველა ამბობდა რომ პოლიტიკისათვის ყველაზე კარგია თვალებ ახილებული ხალხიო. თვალებ დაბნელებულია საქართველოში მოსახლეობა ისეთ სიყალბეში ვაცხოვრებთ. არც ვაჟა-ფშაველა გვინდა, არც რუსთაველი გვინდა, არც ჩვენი ესე იგი ერისულიერი მამა ესე იგი ილია ჭავჭავაძე გვინდა, არც ჩვენი დღევანდელი ეკლესია და პატრიარქი, არავინ რა არის ეს ხალხო? რა ყველა გენიოსი გახდა და ყველა არის თურმე რაღაც განსაკუთრებული ცოდნის მქონეა და ასე მე ვლაპარაკობ მეცნიერთა კონგრესის დასკვნებზე დაყრდნობით და ყველა ლაპარაკობ, მე მაქვს პროგრამა, მე ვიცი ეს, მე უნდა როგორ გადარჩება ქვეყანა. რა იცი შენ? დავით აღმაშენებელი არ კადრულობდა ამას. და ეთათბირებოდა თამარ მეფემ პარლამენტი შექმნა პრაქტიკულად დარბაზი. ეთათბირებოდა იმ ხალხს. გენიალური პიროვნება მოიყვანა, ესე იგი სასულიერო პირი მოიყვანა თავრობის თავმჯდომარედ. დავით აღმაშენებელმა. ეს რატომ? იმიტომ რომ სხვები არ იყვნენ, მაგრამ ეს იყო გადარჩენა ქვეყნის. იყვნენ მეფეები, რომლებიც მეფობის ტახტზე კი არ ფიქრობდნენ, გადარჩენაზე ფიქრობდნენ. დარიელ ხარხელაურმა კარგად თქვა, რომ ტახტზე ფიქრია ადვილი, დავითობაა ძნელიო. ბევრისთვის დავით აღმაშენებელი ვინაა, იგი უფრო დიდია. მე მაინც მგონია რომ ბევრი რამ ერთი ამ იმაში ვიხსენებ ანტონ დიდი იყო რომელიც ამბობდა რომ რაღაც ცოტა შეიძლება პერიფრაზით იყოს რომ დადგება ჟამი როდესაც სამყაროს ისეთი შეშლილობა დაეუფლება ესე იგი ისეთი შეშლილობა დაეუფლება რომ შეშლილები გონიერებს უგუნურებს დაუძახებენ და თავის თავს გონიერებს. აი ეს მდგომარეობა დღეს ქვეყანაში. შეშლილები თვლიან, რომ ისინი არიან გონიერები და გონიერებს ეძახიან შეშლილებს. აი ეს მდგომარეობა რეალურად ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ძალიან ბევრმა მითხრა, მე აქ არ შევიტანე იმაში, რომ მითხრა აი თქვენ ვარაკეთებთო ესე იგი პოლიტიკურ განცხადებებს, პოლიტიკური ესენი დაჭერილები არიან. მე შეგნებულად არ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ შევთავაზეთ ყველა პოლიტიკურ ძალას და უთხარით, ხალხო, გადარჩენა არის ეროვნული თანხმობის პარლამენტში. 2016 წელში, 2018 წელში, 2020 წელში ბიძინა ივანიშვილის იმ ხალხს, ვინც ნათელაშვილის ოფისში იგრიბებოდა, ყველას ჩაბარდა წერილი, სადაც ჩამოყალიბებულია, რომ ერთადერთი გამოსავალი თუ არა და ჩვენ დავჭამთ ერთმანეთს. ეს დიდი ხანია, მაგრამ დოკუმენტად ჩაბარდა 2016, 2018, 2020 წლებში. მერეც შესაბამისად. ყველას უთხარით ჩვენ რომ მოდით ეროვნული თანხმობის პარლამენტი იქნება ყველა პარტიის მონაწილეობით, პრინციპები ჩამოყალიბებული აქვთ მეცნიერებს, თუ არ მოგწონთ მოდით შევცვალოთ რაც გინდათ, უბრალოდ სახალხოთ იყოს ეს კამათი და მე ხალხს ვათქმევინოთ საბოლოო სიტყვა და როგორც გამსახურდიას დროს ჩატარდა არჩევნები 31 მარტს, ერთი სია იყო, გავიტანოთ ერთი სია,
ამ სიაში იყვნენ ხალხის მიერ დასახელებული ადამიანები, პარტიებში თავისი მოსაზრებები გამოვათქმევინოთ და ვისაც ყველაზე მეტი ხარდამჭერი ყავდა ხალხში, აი ისინი 300-400 კაციანი სია გავიტანოთ და მოდით არავინ არ დაეთანხმა. კარგით, მერე გადავწყვიტეთ, რადგან თქვენ არ ეთანხმებით, ამიტომ ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატებით ჩვენ მივმართეთ პარტიებს და უთხარით ყველას დათმეთ თქვენი პარტია, ანუ თქვენი პარტიის წევრი არავინ არ იყოს სიაში და მეცნიერთა მიმართვის, ქართული ერთობის დარბაზის მიმართვის საფუძველზე ხალხმა ვინც დაასახელა და ეს გვარები გამოქვეყნდა ძალიან ბევრი, ლადო ჭანტურიაც დაწყებული, ძალიან საინტერესო ხალხი. ვთქვათ, რომ მოდით ამ ხალხით შევიყვანოთ ეს ხალხი სიაში და მოხდეს უარი თქვენს. მერე ჩვენ რადგან თქვენ არ გინდათ, კი ბატონო, ჩვენ გავაკეთებთ, ხო არავინ თავის პარტია არ დათქვა. იქამდეც კი რომ ისეთი პარტიები, რომელსაც 5 კაცი არ ყავთ პარტიაში, ულტიმატუმები დაგვიყენეს აქეთ, რომ ჩვენი 5 კაცი უნდა იყოს. მეუბნები არავინ. როგორ თქვენო თეთრებს დათმობთო ისე რომ არის დავთმობ ხარი, არც მე ვიქნები და არც არავინ. ყველას ვაჩვენე მაგალითი. რომ ჩვენ თქვი დაბატონო თეთრების პარტია, არც მე არც არავინ არ იქნება თეთრების წევრი და ვინც ხალხმა დაასახელა, აი ეს ხალხი შევიყვანოთ და მოდით საარჩევნოდ გავიდეს, როგორც კი გაიგოს ხელისუფლებამ, ერთადერთი პარტია, რომელიც არ დაუშვეს არჩევნებზე. ჩვენ ვიბრძოლეთ სასამართლოში. მოვიგეთ ყველა სასამართლო და წაგვაგებინეს რით თურმე 2 თუ 3 საათით გვიან შეგვიტანია სარჩელი. ბოლო. გესმით თქვენ? ეხლა მე სადმოვყევი. ბატონი ბახში ჟვანია, მე და ძალიან ბევრი მივედით მაშინ პარტიებთან და უთხარით. ხალხო, ეს რომელი წელი 2024. ვეუბნებით, უბედურება მოხდება ამ ქვეყანაში. აი გააკეთეთ რეაქცია ამაზე. არავინ სასამართლოზე არ მოვიდა. არავინ ამაზე რეაქცია არ გააკეთა. და ჩვენ დავრჩით მარტო, რატომ? იმიტომ რომ არც ხელისუფლებას მოწონს მეცნიერთა კონგრესის მიერ შემუშავებული ეს პრინციპები ეროვნული თანხმობის პარლამენტის თაობაზე და არც ოპოზიციას არ მოწონს. ისინი პირდაპირ გვეუბნებოდნენ, კი ეს კარგია, მაგრამ მე ჩვენ რა? მივეუბნებით, თქვენ კი არა, ქვეყანა იქნება კარგი. ჩვენც უნდა ვიყოთ კარგად, გვეუბნებიან. ბიჭო, ქვეყანა თუ იქნება კარგად, თქვენც ყველი ჩვენ ყველანი კარგად ვიქნებით. არა, ჩემ პარტია, ვინაა პარტია? რა პარტია, ვის პარტია? აი გეკითხებით ამის შემდგომ ყველას კაცურად, ადამიანურად და აი მართლად და დაწერეთ ერთი ვინმე საწინააღმდეგო ამის თაობაზე, რომ როცა ასეთი მიმართვები გაუკეთეთ, წერილები გაუგზავნეთ, როცა მივედით, მე ვნახე პირადად ბატონი მელია, სხვები, აი რო შეხვდნენ და უთხარით, ბიჭო, ასე დღეში ვართ. მე არ მინდა არავის მხარდაჭერა, მაგრამ ყველანი ცუდ დღეში აღმოჩნდებით მალე. ისეთი რამეები მოხდება, ყველაფერი ზუსტად ისე გამართდა, როგორც ჩვენ ვეუბნებოდით. ხომ გაიმასხლეს თავი. ყველა პარტიული ლიდერი ციხეში ზის და გარეთ ამდენი პარტია, ამდენი წევრი არ ახავთ პარტიაში, რომ რაღაცა ხდებოდეს გარეთ, არავინ. ყალბებია, ყველა სიყალბია ირგვლივ ყველგან, ოპოზიციაში, პოზიციაში ყველგან. მეცნიერები შეეკამათენ ამას და შეებრძოლენ ამას. მეცნიერებს არ უნდა სიყალბეში ცხოვრება. მეცნიერებს არც თანამდებობები უნდა და არც ხელისუფლება უნდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არის მდიდარი ქვეყანა და უნდა ცხოვრობდეთ კარგად. და ამ ქვეყანაში, მდიდარ ქვეყანაში ღარიბად არ უნდა ცხოვრობდეთ. ეს არის მეცნიერების მიდგომა, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში იყოს ფულის უფლება. ამ ქვეყანაში უნდა იყოს ნიჭი ძალაუფლება. ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ უნდა დამთავრდეს ეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა, ეს პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქა და უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა. არავის ეს არ უნდა. და მე ვის უკომაგო ახლა? ვისაც ეს არ უნდა. ვისაც ეს არ უნდა, მას საქართველო არ უნდა. არ უნდა საქართველო. მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა. იგივეს მიიღებს ოცნება. თქვენ ხوار გონიათ არ მიიღებენ ისინი. არც მაგათანაა კარგი მდგომარეობა.
დღეეთია და 1000 სისულელეს ლაპარაკობენ და გამოდიან და რაღაც სისულელეებში არიან. ერთი ციგნიერი და პოლიტიკურად ციგნიერი კაცი არ აღმოჩნდა ხელისუფლებაში, რომ გამოვიდეს და ერთი გამართული პოლიტიკური ენით ილაპარაკოს და თქვას აცათქმელია. მაგრამ ის კი არა სხვა დაადანაშაულოს, პროგრამა არ არსებობს ქვეყანაში. გარწმუნებთ მე თქვენ რომ მეცნიერებმა რა მიმართვა გააკეთეს და თქვენს რომ თქვენ თუ არა ჩვენ დავწერთ და გამოვალ და ვიტყვით. აი რა არის ქვეყანაში დღეს საჭირო ნახავთ მთელი ქვეყანა ოღონდ მოგვეცით ტელევიზიები დადგება ქველი ქვეყანა ამის დაავიწყდება ყველას პარტიები და პოლიტიკოსები. რა იყო ჩვენი მოთხოვნა ბიძინა ავანიშვილის მიმართ? სააკაშვილის კრიტიკა კი არ არის საჭირო. იმუშავე ისე რომ დაავიწყდეს ხალხს სააკაშვილი. მან იმუშავა ისე რომ სააკაშვილი კი არ დაავიწყა, მოანატრა. მეცნიერების პროგრამა ეს არის ის რომ სააკაშვილის დაავიწყდება ხალხს და ბიძინა ავანიშვილიც. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ხელი ვკრათ ვინმეს. მეცნიერების პროგრამა ეს არის უნიკალური იმ თვალსაზრისითაც, როგორც გუშინ რომან რურვას ეზოში ვამბობდით, მე მას აქვს ჩანაწერი ასეთი გაკეთებული, რომ ისეთი პოლიტიკური ძალაა საჭირო, რომელიც ქვეყანაში დაგროვილ პოლიტიკურ ნაგავს გადაამუშავებს უდანაკარგოდ. აი ესაა მეცნიერება. ესაა მეცნიერთა კონგრესი. ჩვენ მე რამდენად მიმართავთ ხელისუფლებას და ვეუბნებით. რა გეშინიათ? მოდით ყოველგვარი ლანძღვის გარეშე ყველა დეპუტატის, აკადემიკოსების, პროფესორების, ინტელიგენციის მონაწილეობით, აგერ არის ფილარმონია, სპორტ სასახლე. შევიკრიბოთ, გამოაცხადოთ თავისუფალი დასრება. დარბაზიდან არავით არ წამოყვირება არაფერი. ყველამ გამოიტანეთ ხელისუფლებამ, რამდენი ხანი ერთნაირი დრო გქონდეს ყველას, 1 საათიდან და 1 საათის განმავლობაში მომავლის საქართველოს როგორიც არ მოგიდგენიათ. გამოიტანოს მეცნიერებათა აკადემიამ, გამოვიტან ჩვენ მეცნიერთა კონგრესი. ყველა პარტიას მივცეთ საშუალება გამოიტანოს. მიიღოდეს პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით. მერე შევკრათ გარკვეული გუნდი, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით და უთხრათ, გადაამუშავეთ ეხლა ეს და გააკეთეთ ერთი ქართული პროგრამა და გავერთიანდეთ. აი ის წიგნი, რომელიც შევქმნით ჩვენ დღეს რეალურად. 100-მდე წიგნი დავაგზავნეთ ხელისუფლებაში და სხვაგან და მადლობის სიტყვაც კი არ მოსულა. მადლობის სიტყვაც. კულტურა არ არის პოლიტიკური ქვეყანაში. ამხელა წიგნს რო გამოგიგზავნიან წერილით, მეცნიერები რომ მოგწერენ და გეტყვიან რომ აი აგერ წიგნი, საქართველოს ინტეგრალური რესურსები და გიწევთ ამაზე. არ მოდიხარ. ტელეფონსაც არ იღებ, არ რეკავ და არა მო დიდი მადლობა რომ ასეთ წიგნი მივიღე. ჩვენ გულის და სულის ნაწილს ვდებთ ამ საუბარშიც და ყველაფერ იმაში რასაც ვაკეთებთ. ჩვენ არ ვიბძვით თანამდებობებისთვის. ჩვენ არ ვიბძვით ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ ვიბძვით საქართველოსთვის. რეალობა ეგ არის, რომ ქვეყანა არის დღეს უმძიმეს მდგომარეობაში. ქვეყნის პოტენციალის აი აგერ რო არის, აი ეს ამხელა პოტენციალი რო აქვს ამ ქვეყანას 7-8%-ია მოქმედებაში მოყვანილი. ქვეყანაში არის კატასტროფული კორუფცია. 1 ლარი ბიუჯეტში შესული ასრულებს 10-15 თეთრის საქმეს. დანარჩენი ან კორუფციულია, ან არაკომპეტენტურობის გამოა. გესმით რომ 1 ლარი ბიუჯეტის 1 ლარი უნდა აკეთებს 1 ლარის საქმეს. 15 თეთრის საქმეს აკეთებს ბატონებო. და მერე რა? ეს მოვითმინოთ, მერტყვა ხელი მოგიმართოთ. მსგავსი კორუფცია რომელიც თბილისშია. აი ხა წვიმა წამოვიდა ხო აგერ? ნახეთ, რამდენი წელია იუსტიციის სამინისტრო აი ასე ტროტუარი უჭირავს ნახევარი. შვაქუჩაზე გადადიოდა ხალხი, ისეთი წყალი მოდიოდა იქიდან. ნუ ეს ხო ქალაქ ტროტუარებზე ხო ვერ გაივლით თბილისის ცენტრში, რუსთაველზეც კი. მე არ ვიცი ამ ხელა ფული რომელიც იხარჯება. მე არ მინდა თბილისში არის 100 ჯერ მეტი ბიუჯეტი ვიდრე თქვა თბილისის მერიას ჰქონდა, ნუ ასე როდესაც ძველ პერიოდში მხედრობაში მაქვს ვარდების რევოლუციამდე. ქუთაისის მერიაში დღეს ხელფას იღებენ იმაზე მეც, რაცაც ჩვენ მთელი ქალაქი რომ მასალებლისთვის ხელფასი მიგვეცა, სპორტი, ყველაფერი და ასე შემდგომ, ამას ხელფასად იღებენ. სამხარეო ადმინისტრაციაში
რაც იყო ჩვენი ბიუჯეტი, კასპის გამგეობა იმ თანხის, იმ მოცულობის თანხას საწვავში იხდის. საწვავში. ერთი მანქანა ყავდა სამხარეო ადმინისტრაციას. 8 მანქანა ყავს პატარა გამგეობებს, ამას 8, 9 და 10 მანქანები ყავს. ხალხო, ჩვენ საცხოვრობ, ჩვენ რა გთვლიან ესენი მონები, ყრუები ვარ, ჩვენ გაუნათლებელი ხალხი ვართ. ასე გთვლიან არა ესენი. და ამას უყუროთ მერე რა. აქეთ დაადიდებთ კი ბატონო. ვინც თქვენ აქეთ დაადიდებთ ბიძინე ამანიშვილს, იგივე ხალხი ღუპავთ მას. ბიძინე ამანიშვილს რომ მომთხოვნები ყავდეს ირგვლივ და ელაპარაკებოდნენ სერიოზულად. დარწმუნებული ვარ რომ ისიც ხანაერად მოიქცეოდა და ქვეყანაში ხანაერად ვიცხოვრებდით. აი ამ მონებმა დაღუპეს ქვეყანა. ერთმანეთს უეჯიბრებიან, მე ამას ვხედავდი შევარნაძის დროს. იყო ხალხი რომელიც ერთ წუთში ედვარდ ამბროსევიჩი ესე გული მიჩერდებოდა. შესვენების ხმამაღლა მithkoms იმ შეხვედრაზე რა ამბავია მეთქი რა ედვარდ ამბროსევიჩი რამდენჯერ უნდა თქვა ერთ წუთში. იგივეა დღესაც აკეთებენ და ამ ბიძინე ამანიშვილს უყვას მონები. კატასტროფაა ეს. იყავით და აქეთ და ადიდეთ. ღუპავთ ქვეყანას და ღუპავთ ქვეყნის მომავალს და შვილების და შვილიშვილების მომავალს. ვინმეს გონია რომ იმას ნაციონალურ იმას აკრიტიკებ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობა გინდა. როგორ შეიძლება მიკარება ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებასთან? როგორ შეიძლება მათი მოbrunება? ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას მაგენი რო ღირსეულები იყვნენ, ორივენი უარს უნდა ამბობდნენ არჩევნებზე და ინიშნებოდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. მთელი ევროპა ყველა ჩვენსკენ შემოbrunდება, არავინ არაფერს ზედმეტ მოთხოვნებს არ დაგვიყენებს და ჩვენზე ბედნიერი ქვეყანა არ იქნება. დღეს ვინც ღუპავს ამ ქვეყანას, ესენი არიან პარტიები და პოლიტიკოსები. ჩვენ ქვეყანას ვთავაზობთ ეროვნული თანხმობის პარლამენტს პარტიულობის გარეშე. ეს კონცეფცია მეცნიერთა კონგრესში არის. მაგრად ვიყოთ, ძლიერად ვიყოთ, საფიქრებელი ბევრი გვაქვს. ამ ქვეყანას ბადალი არ ყავს. ჩვენზე უკეთ არავინ არ ცხოვრობდეს. და არ ჭირდება მას დიდი დრო. სულ რამდენიმე წელი 2 წლის თავზე არჩევნები რო ჩატარდება, ნდობის რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ეროვნული თანხმობის პარლამენტი იქნება არჩეული თუ ისე, რომ ხალხმა უნდა თქვას, გავუგრძელოთ ვადა თუ არა დარჩენილი 2 წელი იქეთ. უნიკალური პროექტები აქვს მეცნიერთა კონგრესს, რომლის მოსმენა არ უნდა ვის ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულებს. ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელებმა თქვეს, რომ ჩვენ უნდა დავწეროთ ისეთი კონსტიტუცია, რომ ამერიკის ხელისუფლების სათავეში ვერ მოვიდნენ ფულისა და ძალაუფლების მოყვარულები. საქართველოში მართვის სისტემაა ისეთი, რომ ხელისუფლების სათავეში მოდიან ფულისა და ძალაუფლების მოყვარულები. და ეს გამაგრებულია კონსტიტუციურად. ყველაფერი ეს უნდა დავანგრიოთ. კართაგენი უნდა დაინგრეს. აი ეს არის ამოცანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიჭით, ჭკუით, გონებით დაიშლება ყველაფერი და არა ეს ქუჩით, თოფით, იარაღით და ერთმანეთთან დაპირისპირებით. მაგრად ვიყოთ, სიკეთით ვიყოთ და ბედნიერებით სამშობლოში ვიცხოვრებთ.